საქართველოს ტურისტული ქვეყნების ხუთეულში აფსელ სტატიას ცნობილი უკრაინული გამოცემა უკრაინსკაია პრავდა აქვეყნებს. კომპანია მადრუი დიშევშეს მიერ შედგენილ ათეულში საქართველოს გარდა ისეთი ქვეყნებიც მოხვდა, როგორიცაა ბელგია, შრი-ლანკა და მალაიზია. საქართველოში დასვენება კი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე იაფი და კომფორტულია. Вы очікуєте цього літа витонченої Європи, захоплюючого морського узбережжя. უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქვეყანა, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხით, სადაც დაბრუნების სურვილი ყოველთვის გიჩნდება. მონასტრების, მთებისა და ლურჯი ცის ქვეყანა, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს და არაერთხელ. ასე აფასებენ საქართველოს უკრაინსკაია პრავდას ერთ-ერთ პუბლიკაციაში, რომელიც იაფი და კომფორტული დასვენების მსურველებს 10 საუკეთესო კურორტს თავაზობს. პირველ ხუთეულში თურქეთთან, იტალიასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან ერთად საქართველოც მოხვდა. ბათუმი, ვარძია, უფლისციხე და მცხეთა. ეს ის კურორტებია, რომლის ნახვასაც სტატიის ავტორები ყველას ურჩევენ. უკრაინელი ტურისტების უმრავლესობა წელს უპირატესობას სხვას ანიჭებს. მათი დიდი ნაწილი საქართველოში პირველადაა. А вот он узнал საქართველოს შესახებ ბევრი რამ მსმენია. მთელი ცხოვრება მინდოდა აქ ჩამოსვლა. ივლისის დასაწყისიდან ბათუმში ვარ. უკვე რამდენიმე ადგილი მოვიარე, მათ შორის გონიოს ციხეც. Очень много у нас украинцев было в этом году. წელს ბათუმში ძალიან ბევრი უკრაინელი ჩამოვიდა. მიხარია, რომ შარშანდელთან შედარებით მათი რიცხვი საკმაოდ გაზრდილია. იმ ტურისტებს კი, რომლებსაც უკრაინული კერძები ენატრებათ, ჩვენ გავუმასპინძლდებით. И люди со всей Украины. 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში მხოლოდ უკრაინიდან 26,000 ტურისტი შემოვიდა. შარშანდელთან შედარებით მათი რიცხვი 25%-ით გაიზარდა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში მომავალი წლიდან ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ელოდებიან. ეს იყო პირდაპირ შედეგი იმისა, რომ მთელი წლის განმავლობაში წამყვან უკრაინულ ტელეარხებზე გადიოდა რეკლამირება საქართველოსი როგორც სამთო-სათხილამურო, ასევე საზაფხულო კურორტების. და ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ტურისტები ადრე უფრო სტუმრობდნენ უფრო სამთო-სათხილამურო კურორტებს საქართველოში, მაგრამ ამ რეკლამირების შედეგად ასევე გაიზარდა მათი ვიზიტი როგორც აჭარაში, ისე სხვა რეგიონებშიც ამ ზაფხულის სეზონზე. უკრაინელი ტურისტების სიმრავლეზე საუბრობენ ტურისტულ სააგენტოებში, სადაც აცხადებენ, რომ სტუმრები ძირითად დაინტერესებას ზღვისპირა ქალაქების მიმართ იჩენენ, თუმცა არანაკლებ ინტერესს იწვევს სხვადასხვა ეგზოტიკური ტურები. როდესაც კულტურულ ტურს აკეთებენ, ტურში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მთაში ვიზიტი, ვთქვათ, სვანეთი ან ხევსურეთი. გვიკავშირდებიან როგორც ინდივიდუალური ტურისტები, ასევე ტურისტული კომპანიები. აი, თუნდაც ახალი გახსნილი ტურისტული კომპანია პირველს რასაც აკეთებს, ასე ვთქვათ, საქართველოში ტურს თავაზობს, იმიტომ რომ არის მოთხოვნა ძალიან დიდი. უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში დასვენება საკმაოდ იაფი ჯდება. პირდაპირ ავიარეისი $300-მდე ღირს. ამ ულამაზეს ქვეყანაში სამვარსკვლავიანი სასტუმრო კი 7 დღით დაახლოებით $550 ჯდება. აღნიშნულია პუბლიკაციაში. ვებგვერდზე დადებულია ვიდეოკლიპიც, რომელიც ინტერნეტ მომხმარებლებს საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციას აწვდის. საქართველოს უკრაინელების გარდა მიმზიდველი მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის გახდა. ბოლო 7 თვის მონაცემებით წელს უცხოელი ტურისტების რიცხვი შარშანდელთან შედარებით 42%-ით გაიზარდა. Or maybe you want it all. Summer in Georgia.